საკვერ დაუნ დეტექტორის ცნობით გუშინ დაახლოებით 3-ჯერ გაითიშა გლობალურად პლატფორმა X-ი და ხელმისაწვდომობა იყო ფაქტობრივად შეუძლებელი როგორც მობილური აპლიკაციის საშუალებით, ასევე პერსონალური კომპიუტერით. ამჟამად თანდათანობით აღდგენილი არის წვდომა, ოფიციალური კომენტარი პლატფორმა X-ის ადმინისტრაციას ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით არ გაუკეთებია, თუმცა პლატფორმა X-ზე თვითონ ილონ მასკმა, მფლობელმა ყოფილი Twitter-ის გამოაქვეყნა პოსტი და განაცხადა, რომ მასშტაბური კიბერთავდასხმის ქვეშ მოყვა პლატფორმა X-ი და ამჟამადაც ვრცელდება ასეთი თავდასხმა. ილონ მასკის თქმით, ყოველდღიურად არიან კიბერთავდასხმის მსხვერპლები პლატფორმა X-ში, თუმცა ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის თავდასხმა, რომელსაც ახორციელებს ან კოორდინირებული ჯგუფი, ან ქვეყანა არის გარეული. ასეთი პოსტი გამოაქვეყნა ილონ მასკმა. პოსტში მან არ დააკონკრეტა ქვეყანა ან კოორდინირებული ჯგუფი, თუმცა მოგვიანებით მას ჰქონდა ინტერვიუ ტელეკომპანია Fox News-თან, სადაც ამის შესახებ დაუსვეს მას კითხვა. ილონ მასკის თქმით, ჯერჯერობით არ იციან რა მოხდა, დაზუსტებით ვერ ილაპარაკებენ ამის შესახებ, თუმცა მისი თქმით, კიბერთავდასხმა განხორციელდა უკრაინის ტერიტორიაზე არსებული IP მისამართებიდან. დამატებით დეტალებზე ის არ საუბრობს, ან მას ასევე არ წარმოუდგენია მტკიცებულება, რომელიც ამას აჩვენებდა. აღსანიშნავია ის, რომ პარალელურად გამოცემა Newsweek-მა გაავრცელა Telegram-ზე გავრცელებული პოსტები Dark Storm Team-ის, ეს არის ჰაკერული ჯგუფი, რომელიც ცნობილი არის როგორც ჰაკერული ჯგუფი, რომელიც ძირითადად კიბერთავდასხმებს ახორციელებს ისრაელის მხარდამჭერ ქვეყნებზე და ამ ეტაპზე, ამ შემთხვევასთან დაკავშირებით მათ აიღეს პასუხისმგებლობა კიბერთავდასხმის და წარმოადგენს ეგრეთ წოდებული სკრინშოტი ქვეყნების თუ სად მოხდა ეს თავდასხმა. დაზუსტებით იმის თქმა, რომ ეს მართლაც განახორციელა ამ ჰაკერულმა დაჯგუფებამ პროპალესტინური მოტივით, ჯერჯერობით რთულია ამაზე დავაპარაკი, რადგან ოფიციალურად განცხადება ამასთან დაკავშირებით პლატფორმა X არ გაუკეთებია.